გადაცემის მე პროექტს ვეხსენე. დალეულებისგან რა ვისწავლე? ამ შემდეგ ავადმყოფი კოლექტივში ვარ მე. მებს როგორ თამაშობთ თქვენ ავადმყოფები? გარშემო ბევრი გენიტალია ხატია. ნუ შენ გიყვარს თავის შექება და მე მგონი შემაჩვენა. ეგრევე გავხსნა? არა, სურვილი ჩაიგე. ხედავს ჩემში ძუძუებიან დამოაგებას. სიმულატორი. მოგესალმებით, პატივცემულო გამომწერებო და რენდომ მაყურებლებო. იმისთვის რომ არ იყოთ რენდომ მაყურებლები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღეს Steam დალეულები ერთმანეთს ვეთამაშებით Secret Santas და გადავცემთ ერთმანეთს საჩუქრებს. ოღონდ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს საჩუქრები არის თამაშები. თავარი ინტერესი ის არის, რომ თამაში არ უნდა იყოს აუცილებლად კარგი, თამაში არ უნდა იყოს აუცილებლად ისეთი, რომ ადრესაც გაიხარდეს. პირიქით ნამდვილად ადრესატმა უნდა ითამაშოს, დახუროს ეს თამაში და პატარა ვოქსურ შემოგთავაზოს თავისი ემოციების. მაგრამ აიღე და ვნახოთ ვინ არის და მე გადაეცი ადრესაც კი. პირველი ხახუტა. Secret Santa-მ თავი გამოავლინოს იმით, რომ დალიოს. არგი, მოკლედ. თავში გაიწ. ეგრევე გავხსნა? არა, სურვილი ჩაიგე. 5 Nights at 3 Days 4. ცოტა სხვა რამისკენ წამიგო 5 Nights, მაგრამ ოკეი. ჰორორი თამაში შემხვდა. ალბათ იცით რომ ჰორორებს არ ვთამაშობ. მინდა თუ არ მინდა ეს თამაში უნდა ვითამაშო, დავხუროთ ან ვინ მაჩუქა ეს საჩუქარი და ეს მომწონო სახელია თამკერა. ხო. ეს დერსკი პოსტერი მოიცა. ნუ შენ გიყვარს თავის შექება და მე მგონი შემაჩვენა. არა, რაღაც სასჯელი. როგორი ამბიციური ბიჭია. არა, როგორი გეგმები გამიკეთებია. ანუ ეს ორი როგორ მოიფიქრა? სოფარ ჩემს Secret Santa. არა სწორი. არა? არა. ხო და მოდი ჩემო მობილო. მე ხა პატარა მონოლოგს გავაკეთებ მაგ თამაშთან დაკავშირებით. თავის დროზე, დაახლოებით 13 წლის წინ, შენ როცა იწყებდი აუხლის ჩაწერას, მე ხო ვამთავრებდი მაგ დროს. აქ ამოვა სადღაც სკრინის სახით ჩვენი Discord-ის მიმოწერა. ბატონი ნიკოლოზი ამბობს, რომ ჩემი მაქსიმუმი მხოლოდ Little Nightmare-ია, ამებს როგორ თამაშობთ თქვენ ავადმყოფებო იცით და ეს რა თქმა უნდა დასკრინული მაქვს. მარტო ეგ საჩუქარი არ მაქვს, მაგრამ მე შენთვის რა. ეს თამაში მე ვითამაშე დაახლოებით 5 წუთით. და ზუსტად 20 წამიანი ვიდეოს ამონარიდიც ამოვა, აი ხა ჩემი სპიჩის მე. აი მაგ ვიდეოში ჩანს აბსოლუტურად ყველაფერი მაგ თამაშის ერთ-ერთი სცენა რამხელა შის ნიშნავს. რო ვიცი რომ შენ აი გიზიზღება, ფიქრობ რომ ეს დაგჭირდება. ვერ გამოვიწე. თუ მაგანაც არ გიშველა. მე ის გამოიყენე შეჭრა. ორი ფილმიც გამოვიდა. ფილმები ვიცი კაც. როიცოდა ყველაზე საშიში გაჩვენა. ძალიან ბედნიერი. ბიჭო დარწმუნებული ხარ რომ ავე ძირითადი ნაწილია? შენ ნახე. ესე წარიმართება ისევ და ჩავახირსთან ეს ამბავი. პალა. ღმერთო, შენ დავასხათ რა. მოკლედ აქ არის აშკარად ქარდები, იმისთვის არის შექმნილი რომ მე ტვინი ხმამაღლა წაიკითხე, არ იჩქარო, იყავი სერიოზული და მადლიერი. აუცილებლად. რა ტკივილი შეიძლება მიაყენო ადამიანს, რომელსაც ძაღლების სამშობლოზე მეტად უყვარს? აუ, ამაზე წმინდა საზიზღრობა არის. მისცე თამაში, სადაც ძაღლებს დახოცავს. ჯიუტია, არ გატყდა. რამდენი ფოტოა? მისცე თამაში, სადაც დარწმუნებული ხარ ხო უკვე? კარგად დავფიქრე. ეგა უბრალოდ თამაში კი არა, უნდა მისცე სამყარო. სამყარო, რომელშიც არა ძაღლი, არა ადამიანი, არამედ თავად გახდება კატა. ისო! იაუ! მე დიახ, კატა. აქციო ხილსი კატა. ხო, ახლა გეცი მაგრად მეცი. მე ხო ვიცი, შენ შენში რაც ხდება. Enjoy my friends. აუ, вообще სხვა ჩქა. უფრო გეიზმია ჩქა. გუბაზა. აი თამაში. მანაცი რა. იგან შენს ხო ხედავ პროსტა რა დღეში ვარ მე ვარ კატა მაგრამ ყველაფერი აქ როდის სრულდება მაიცა ჯერ
ავადმყოფი ლოგიშივე უნდა იმას ქნაო. ხო და სანამ შოკში ხარ და გონია რომ ეგაა 3 წერტილი. ბარემ ერთი დარტყმაც შენს ენაზე. კონტროლკა. ძახილის ნიშანი. ბოდიში რუსულისთვის. ძახილის ნიშანი. ყველაზე მასკულინურ, ყველაზე ვაშკაცურ, ყველაზე ბრუტალურ. სტიმდალეოს თავი არარაობად როგორ ვაკრძნობინოთ? ასაზის ხრა. როგორ შეულახოთ თავმოყარეობა? მზად ხარ? კარგად დაფიქრდი. როგორი დრამა. შეგეძლო ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. კარგად დაფიქრდი, არ მომხდარიყო, გავიგე, მაგრამ შენ ხომ ხირსი ხარ, შენ ხომ არ ნებდები და ყველაფერში თავით ეშვები. ხო და აჰა შენ ეს თამაში და გადაეშვი თავით ყველაზე არაშენებურ სამყაროში. Home cleaning. არავითარ ძუძუები არის და ვიტორიკული კითხვა დავსვა? ვინ იყო მეტად? არსებობს ესეთი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული ძალიან ახლოს გაიცნობს ჩემს ძაღლს. მალინა ტოქსმენია ალბათ. ძალიან წარმატებით ამ ლიდერბორდში ისე დაწინაურდა რომ მას ვერავინ ვეღარ გაასწრებს ბრაცი ამოისუნთქეთ. მიულოცოთ ეს არის ხახუტა რომელიც ძალიან ახლო მომავალში გაიცნობს ჩემს ძაღლს ძალიან ახლოს. მე არ გადაცემის მე პროექტს ვეხსენებ. მაგის გავდივარ. როგორ მოგეწონე თამაში? მეც გავაკეთებ ახლა. გრძელ მოკლე სიტყვა უყოს. მინდა ვნახო ხირსი როგორ ზის კომპიუტერთან და როგორ ალაგებს სახლს. იხურება? არ ვიცი, იმედია არა. ეჩივმენტები შევაფასებ, რამდენი ხანი ითამაშა და რას მიაღწია, რამდენად კარგად დაალაგა სახლი, რამდენად კარგად მოწმინდა იატაკი. ყველაფერი კი, მაგრამ ხალხმა ხახუტა მე მიყურებს და ხედავს ჩემში ძუძუებიან დამოაგებელს. შემდეგი აჰა ეგრევე. მახარას იბედნიერე ჯიგო. წარწერაზე მე მგონი უყურებთ ვინც არის, მაგრამ რა ხდება? ეს პირველი ნაწილია? მე ეს მიყურე. შენ ხარ დარწმუნებული. ესე ვიცი რომ საშიში Arma is a bitch. მომიბრუნდა. Eating over eat with Bennett Foddy. Bennett Foddy ვიცი ძალიან მაგარია. აუ ეს ძალიან კაი გადავიდეთ თამაში. მე ძალიან. Or with your dead simulator. სამი. რეტრო სტილშია. ბიჭო, ბანჯღლები სამკუთხედად რა. ჯერ შეგეშინდა? კი. ჩაისვარე, მერე მამიკოსთან ერთად წყალი გადაივლე და წავხედი საბოგზაური ჩაკუჭი. კარი idеალურია, რა ვიცი. მე ჩემს ვარიანტს დავასახელებ რა ხირსი მგონია. აქაც ჩაისვარე. არა, მე ხირსი შენ ხარ. ოჯა. ბიჭო, თელი გზა გაიწახე, სოხა მგონია, სოხა. მართლა ისე მეგონა რომ მე ხახუტამ რა იყო ეს კონვერტი. მე მაგრამ ხო რა აირია თქო. მე ზიوار დავიგრუზე. ეს ხო პირველია. კი, მეოთხესთან ერთად ყველაზე ჩაჯმა არა. ვიცი რომ სუსტი ნერვების კაცი ხარ. ხახო გამინაწილე ის მალე თქვა. ინა მოხი. აეროზოლი. ცოტა მისო წავიღებნე. სტიმდალეულებისგან რა ვისწავლე? ერთადერთი კეთილი ადამიანი. ყოჩა. მიულოცოთ. ბრავო. გიორგი სოხაძე 2026 წლიდან არ იქნება ზედმეტად კეთილი ადამიანი. წუთი სოფლის იმედგაცრუება იყო თქვენი სიბურო. გუშინ აი ყველამ აი ფეხი დააბიჯა ჩემს სიკეთეს. რა სამი თამაში იმიტომ რომ ჩაიჯვავს, მე იწვალებს და მე იბანავს მამასთან. ბოლოს ესე იგი ბანავ. Five Nights at Freddy's საშშიც არის, მაგრამ 5 ღამე უნდა დახურო უეჭველი. იმ თამაში კარჩი ტიტლი კანა ბავშვი ხარ, დარბი ხარ და ანუ მეფსე სამი მამა ეძრობა რა. ერთად კანით თუ დაგიჭირეს. ერთი რიჟარი შამპურებით დაკატრიალებ. ან შვის შემდეგ ავადმყოფი კოლექტივში ვარ მე. აი ნახოთ უკვე ყველამ ვიცით რა და როგორ. კარაქიანი პუბი. პუბი აქვს და რამდენი ფურცელია. ეს ხვდებით რაც არის ხო? ხო, მზე. სოხა და გარშემო ბევრი გენიტალია ხატია. ბევრი ვიფიქრე შენს პერსონაჟზე და ემოციურად ყველაზე ახლოს ხარ. თამაში I am bread. ორი. Fuck you, smile. და გენიტალია. სოხა არის ჩვენს კოლექტივში ყველაზე ემოციურად გაწონასწორებული, ყველაზე წყნარი, შვიდი მოკლედ ემოცია არ აქვს ადამიანს. ანუ ვერ გამოხატავს რეალურად ისეთ ემოციას, როგორც ეს ჩვენ. ბოლელია, ბოლო. ბოლის წინ თქვა რომ ალბათ ბაჰრეინში იქნება.
ვეძებდი ისეთ პერსონაჟს, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ ექნებოდა, სახის მიმიკა არ ექნებოდა, ემოცია არ ექნებოდა, თამაში შენ იქნები პური. ზუსტად ესეთი ტოსტის ნაჭერი, უბრალოდ ივლი წინაღობებს გადავახავ კოტრიალ, კი. უნდა გადავახო წინაღობები, რაღაცა ტურები არის, უბრალოდ იქნები პური. მადლობა დიდი. დავასხათ თვითონც. ყველას უღრმესი მადლობა ყველა პლატფორმაზე, ვინც გამოგვიწერა, ვინც გვამხნევებს და ძალას გვმატებს. აჭიანურდა ვიდეო და ლინკი. შეხმაშეგებს რაჭამა. შალიამინა ეს ბასომა. ხარ